ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ემდემა ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განახარვე ნეშმაკი დასტყურე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მიცვალებულსა მონასა ღვთისასა ნიკოლოს, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა გასასვენებელსა, სადა იგი არა არის საალბომა მწუხარება და სულთქმა და ყოველი შეწოდებანი ამის მიერ ქმნილნი, საქმით სიტყვით და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმა და გასწრებმა ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენ და დიდებას აღვავლე, თანა დაუსაბამოით მამით შენით, ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს მყოფელი ცულით შენითუ, აცდა მარადის და უგუნითი უგუნისამდე, წმინდათა თანა განუსვენე ქრისტე ღმერთო, საუკუნით გამარდაცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, სადა იგი არა არსებობს მწუხარება რა ურო არც ასრულება, არაფერ სიხარული და ცხოვრება იგი საუკუნო. გარდაცვლილით 15 წლის ანა კირთაძეა. ამავე კორპუსში ცხოვრობდა. შემთხვევა რამდენი ხნის წინ მოხდა? დაახლოებით 1-20 წუთისი. როგორც ჩანს, გოგონო კორპუსიდან გადმოვარდა. ეს გოგო არაბული საქმეში ფიგურირებდა. გასაუბრებას ვაპირებდით. ვიცი, გიორგი უკვე მითხრა. თვითმხილველები არიან? ვარდნის მომენტი არავის დაუნახავს. თუმცა ბავშვმა, რომელიც ეზოში თამაშობდა, დაინახა გარდაცვლილი კორპუსის სახურავზე. თითქმის კიდესთან იდგა. მარტო იდგა? ყოველ შემთხვევაში სხვა არავინ დაუნახავს. ესე იგი ამოვიდა და ტინეიჯერებს უყვართ არაორდინალურ ადგილებში სიარული და შეკრება. სახურავებზე, სარდაფებში. მე ესე ადრიანად? რას გავუგებ? ბავშვს სახურავზე ანასმეტი არავინ დაუნახავს. მე ერთი თვითმხილველის ჩვენება საკმარისია, ისიც ბავშვის. სხვებიც უნდა მოუნახოთ. დილა საკმაოდ აქტიური პერიოდია. ადვილი შესაძლებელია, ვინმეს დაენახა. მოპირდაპირე სახლებში უნდა ვეძებოთ. როგორც ბავშვმა თქვა, ანა თითქმის კიდესთან მდგარა. თავის მოკლას აპირებდა? ინტუიციამ კარნახობს რო კი. ენდე ინტუიცია სანამ სამხილები არ გამოჩნდებაო. თუ თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე, ანა შეიძლება სიკვდილის წინ წერილი დაეტოვებინა. შეიძლება. შეიძლება. ვიღაცა თავის დაუნებურად ანა ბეჭდების პოვნაში დაგვეხმარა. რამე ნახე? მაღალხუსიანი ფეხსაცმელია. სიკვდილის წინ განსაკუთრებულად გამოეწყო. არ აქვს წყურია? კი. წავალ წვენ დავლეთ.
გარდაცვლილის ბინის კარი ღია იყო, მაგრამ შიგნით არავინ დახვდა. მეზობლებმა რა თქვეს? კარის მეზობელს გავესაუბრეთ. მისი ბავშვების მეგობარი ყოფილა. იმან გითხრა, რომ ანას დედა სამსახურიდან გვიანბრუნდებაო. სხვა არაფერი უთქვამს? სრულფასოვანი გასაუბრება შეუძლებელია. შოქშია მეგობრის დაღუპვის გამო. კარგი. გარდაცვლილის დედას დაუკავშირდით. ვინ უნდა დავუთვალიეროთ? უკვე დავუკავშირდით. ძალიან კარგი. ასევე დასადგენია ბოლოს ვინ ნახა ცოცხალი და ვის ესაუბრა. სახურავია შესასწავლი. ხო, ასასვლელი გააკონტროლეთ. უცხო არავინ ავიდეს. ჩვენ ახლა მოვუთ. ერთი ძვალი არა აქვს მთელი. სხეული ძალიან დასახიჩრებულია. გასაკვირი არ არის. დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა. სავარაუდოდ სიკვდილი მიწაზე დაცემამდე დადგა. გული გაუსხდა. ხო. ასე ხშირად ხდება ხოლმე ვარდნისას. ხო, მართალია, მაგრამ გულის გახედქვა ვარდნის შოკით არის გამოწვეული თუ სხვა რაიმე მიზეზებით ამას სუსტად ექსპერტიზა დაადგენს. შედეგები როდის იქნება? ორგანიზმიდან აღებული ნიმუშები და სისხლიც გადაგზავნილია და შედეგებიც მალე იქნება. და თითის ანაბეჭდები? აღებულია, გადაგზავნილია. ესე იგი დავამთავრეთ, არა? არა, ერთი დეტალიც დარჩა. რა დეტალი? წელზე აღენიშნება გრძივი სისხლჩაქცევა. თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი ნივთებია. ესეთი საინტერესო არაფერი. ნაკვალევთან დაკავშირებით რა ხდება? ნიმუშები ერთმანეთს ემთხვევა. სახურებზე აღმოჩენილი ფეხსაცმლის კვალი გარდაცვლილ ანას ეკუთვნის. რადგან სხვა ადამიანის კვალი არ არის აღმოჩენილი. ესე იგი სახურავის გოგონა მარტო იყო. ასე გამოდის. რა მოიპოვნე? ხო. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა სახურავიდან გადმოხტარი გოგონას ფეხსაცმელზე სინთეტიკური წარმოშობის ძაფი. ადგილზე რა გაირკვა? დედამისი ისეთ მდგომარეობაშია. მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ოჯახის სხვა წევრები? ანას დაძმა არ ყოლია. ამას დიდი ხანია ოჯახთან კონტაქტი აღარ აქვს. სამაგეროდ ვესაუბრეთ ლიკას, ანას ახლო მეგობარს და კარის მეზობელს. მან გითხრა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ანა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო.
თითქმის არ ლაპარაკობდა, აშკარად რაღაცას განიცდიდაო. რას? მაღაზე საუბარი ვეღარ მოვასწრეთ, გოგონა ესე ეიფორიაშია. მეზობლებს გაესაუბრეთ? აბარა. რამდენიმე მეზობელს მართლაც დავანახავს ანა სახურავზე, მაგრამ არავის გაკვირვებია, იმიტომ რომ ამ მეზობს ახალგაზრდები თურმე ხშირად იკრიბებიან სახურავზე და ერთობიან. ერთადერთი რაც ეუცნაურად ის იყო რომ ანას საღამოს კაბა ეწვა. სახურავზე რა დრო შენიშნეს? ესე იგი, ერთმა ქალბატონმა, რომელიც იმ დროს თურმე სარეცხს ფენდა, ზუსტად გაიხსნა რომ დილის 10 საათი იყო. დანარჩენებიც იგივე დროზე მიუთითებენ. გასაგებია. არ გაგვიმართლა რა. ცოტა ადრე რომ ესულიყავი შეიძლება გადაგვერჩინო. არა. რომც არ გადავარნილიყო, მაინც მოგდებოდა. მაინც მოგდებოდა? გოგონას სისხლში ექსტაზის კვალი აღმოჩენილი. თანაც იმხელა დოზა რომ მისი გული ამას ნამდვილად ვერ გაუძლებდა. მშობლებისთვის შვილი ვარ. კოსმოსისათვის ტყუპები. დედამიწისთვის ზედმეტი 58 კილოგრამი. გარშემო მყოფთათვის ცოტა მოსამატებელი. პედოფილებისათვის ცოტა გვიანი. ნეკროფილებისათვის ნამიტანი ადრე. დაინტერესებული პირებისათვის სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა. ვიღაცებისთვის ყველაფერი და არაფერი ბრედ პიტისთვის. უცნაური მოსასმენია. ვარ რაღაცნაირი. რა ხარ? აქცერია. ჯონი მიყვარდა მიიბრიდა. კურტი მიყვარდა წაიშალა. ფრედი მიყვარდა დაიბრიდა. აღაროსდე საღახში ხვდები, რადგან ეხლა შენ მიყვარდები. უცნაური ლექსია რა. ვიცი ერთი თუთით. რა იყო? ამოხეულია. რა? ქარხანაში ნეპომფურცელს უნდა შევადარო. დაემთხვა. არ დაემთხვა. საინტერესო ამოხეულ ფურცელზე რა ეწერა? ეხლა ვეკითხე. მოიცადე. შეგიძლია წაიკითხო. ძალიან ნანოფ იმას, რაც ჩავიდინე ნიკუში. მეც ისე მოვკვდები, როგორც შენ. მარიტა მაპატი. ზურგჩანთაში, რომელიც გარდაცვალების მომენტში ქონდა მოკიდებული, პირადი ნივთები იყო. თითქოს სამგზავროდ მოემზადა. მე მგონი თვითმკვლელობაა. 2 დღის განმავლობაში ემდემასგან 2 ადამიანი დაიღუპა. ეს 2 ადამიანი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდა. შეუძლებელია ეს უბრალოდ დამთხოვა იყოს. ლიკას კიდევ ერთხელ უნდა გავესაუბროთ. უახლოესი მეგობარია. ნამასახში მეგობრებმა ერთმანეთის შესახებ თითქმის ყველაფერი იციან. მოდი ცოტა დავიცადოთ. სანამ შოკი გადაუვლის და მე უფრო მშვიდ ვითარებაში გავესაუბროთ, კარგი? შეიძლება? რამე ახალია? კი. ანას ანაბეჭდები ჭიქაზე აღმოჩენილ ანაბეჭდებს დაემთხვა.
ძალიან ნანოფ იმას, რაც ჩავიდინე. ნიკუშ, მეც ისე მოვკვდები, როგორც შენ. მარიტა მაბადია. ეს ის წერილია ანა კირთაძემ გარდაცვალების წინ რომ დაწერა. რატომ გიხდით ბოდიშს ან შენ ან ნიკას? არ ვიცი. მაინც შენ როგორ ფიქრობ? არ ვიცი, ბავშვების მეგობარი რატომ უნდა მოეგო? სიმპათია ხომ არ ქონდა ნიკას მიმართ? ამ პირიქით. არა. ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. რა ხდება ანას ტელეფონთან დაკავშირებით? ძირითადად თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი მესიჯებია. მათ შორის ბევრი სასიყვარულო. სასიყვარულო მესიჯებს ვინ წერდა? სახელები მითებული არ არის. სხვა არაფერი არ არის? კი, არის კიდე რამდენიმე ფოტო, ზოგი ახალი, ზოგიც დისკოტეკაზე გადაღებული, მაგრამ ყველაზე საინტერესო წუთნახევრიანი ვიდეო რგოლია, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებს. მშვენიერი ანონსია. გთხოვთ ჩართოთ პირი. კაცი. გეცნო ვინმე? კარგად. ეს არის ინგა ნონიკოვა. ნიკა არაბულის მანქანას ეს გოგო მართავდა. ანას ფეხსაცმლის ძირზე აღმოჩენილი ძაფის და მის ბინაში ხალიჩიდან აღებული ბოჭკოს ნიმუშები ერთმანეთს ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახურავიდან ანა სახლში დაბრუნდა. ხო, ასეა. სხვანაირად გუდრონის კვალი ხალიჩაზე ვერ აღმოჩნდებოდა. თუ სახლში დაბრუნდა, მაშინ გასაგებია სარეცხის ტოკი რატომაცაა გაწყვეტილი. ანუ ანა სახურავიდან კი არა, საკუთარი აივნიდან გადმოვარდა. მის ხელზე აღმოჩენილი გრძივი დაბეჭდილებებიც სავარაუდოდ ამაზე მიუთითებს. ხო, მაგრამ რატომ წერს წერილში? მეც ისე მოვკვდები როგორც შენ. ხო, აი ეს ცოტა გაუგებარია. თუ თვითმკვლელობისთვის ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიიღო, სახურავიდან გადმოხტომა რაში დაჭირდა? მაშინ გამოდის, რომ გადმოვაგდეს. ვინმეს რომ გადმოეგდო, სხეულზე აუცილებლად არჩებოდა ძალადობის კვალი. გამარჯობა. გამარჯობათ. თქვენ დასუფთავების სამსახურიდან ხართ, ხო? თითქმის გამოიცანით ქალბატონო. ქალაქს ვასუფთავებთ ცუდი ხალხისგან. პოლიციიდან გახლავართ. დეტექტივი ჯანელიძე. პოლიციიდან? დიახ. ინგა ნონიკოვა აქ ცხოვრობს? ინგულა? კი, ჩემი შვილია. შეიძლება გავესაუბროთ? რაშია საქმე, მოხდა რამე? დიახ, სამწუხაროდ მოხდა. შეიძლება?
მოვძანდით. მაგრამ რომ ძინავს, იცით, ჩემი ინგულა მეტროში მუშაობს, დღისითაც ხანდახან ღამეც, იცით, აი გუშინ ისეთი დაღლილი მოვიდა, ცოტა გაბრუებულიც კი მომეჩვენა, იცით. მოვძანდით. მადლობთ. დიახ. ესე იგი ინგა მეტროში მუშაობს. დიახ. ძალიან მძიმე სამუშაო აქვს. იცით, სულ უჩიჩინებ, დაანებე მეთქი თავი, მაგრამ იცით, ჩემი ინგულა ძალიან ჯიუტი გოგოა. გაიზარდა და აღარ მიჯერებს. დედა. ხო. ალბათ მიცანით. დედა. ანამ ექსტაზის რამდენიმე აბიჭიქით დაფშხნა და ნიკას სასმელში ჩაუყარა. რამაც მის სიკვდილი გამოიწვია. როგორც ჩანს, ეს შურის ძიების გამო გააკეთა. და ბავშვობის მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა. ანასთვის ნიკა მეგობარი კი არა, შეყარებული იყო. იცი რა, იმისათვის რომ შურის ძიება მკვლელობის მოტივად ჩაითვალოს, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ანას ნიკა უყვარდა. ჯერჯერობით ამას არავინ ადასტურებს. პირიქით. იქნება არ საპირებდა მოკლას. და უბრალოდ ზიანის მიყენება უნდოდა. ან შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო. რას გულისხმობ? შესაძლოა ნიკამ სრულიად შემთხვევით დალია მარიტასთვის განკუთვნილი საწამლავი. ცეკვის გარდა კიდევ რას აკეთებდით ხოლმე დისკოთეკებზე? იცით ვერ ხვდები რას გულისხმობს. კარგი. ამის შესახებ რა სიტყვა? გონი ცოტა მოგიმატე რა? ჩვენთან ერთად უნდა წამობრძანდეთ. სადმე მეპატიჟებით? კი, პოლიციაში. რადგან მეპატიჟებით თუ არც ხომ არ გეტყვით. აბაზანაში შევალ ხო, მანამდე მოუწესრიგდები. ერთი წუთით. მიბრძანდით. გელოდებით. შეიძლება შევიდე. ერთად შევიდეთ. ვერ გავიგე? მე შემოვალ. და რატო? იმიტომ. ასეთი დაუდევრობა ახლა შეიძლება? ვერ უნდა ნახო წყალი მოდის თუ არა და აბები მერე უნდა ჩაყარო. ინგულა. ისეთ ჩემი თავის ტკივილის წამლებია, იქ იმ ადამიანიშნა. შემთხვევით ჩამეყარა. რა წამლებია და ვინ დაგინიშნეთ, ამას ჩვენ თვითონ გავარკვევთ. ახლა პოლიციაში უნდა წამოხვიდეთ. ვითხოვ ადვოკატს და ერთი ზარის უფლებას. ერთი ზარის უფლება რა შორში? რა ვიცი, ფილმებში ასეა ხოლმე. ახლა. Pronto.
საიდან გაქვთ ექსტაზის აბები? რომელი აბები? რომელიც თქვენს ბინაში ვიპოვეთ. აი, ვითომ შემთხვევით უნიტაზში რომ ჩაგეყარათ. მე არაფერი ჩამეყრია. ეს თქვენ თვითონ თქვით. მე არაფერი მithქვამს. აბა უნიტაზში საიდან მოხდა? არ ვიცი, ალბათ თქვენ ჩაყარეთ. თქვენს ორგანიზმში ემდემას კვალი იქნა აღმოჩენილი. მართლა? იმ ვიდეო რგოლზეც ძალიან კარგად ჩანს, როგორ უმასპინძლდებოდით სტუმრებს ექსტაზით. ისეთ ეგ ექსტაზი კი არა, შოკოლადია. მიყიდეთ ნიკარაგუს ექსტაზის აბები. ლენა ერმაკოვას მოწყობილ წვეულებებზე იყიდებოდა თუ არა ნარკოტიკული ნივთიერებები? არა. მალე გამიშვებთ? არა. და რა უფლებით? ინგულა, მე მგონი თქვენ კარგად არ გესმით გამხელა პრობლემების წინაშე ხართ. თქვენს ბინაში იქნა აღმოჩენილი ემდემას 12 აბი. ეს საკმაოდ სერიოზული კანონდარღვევაა. ამ ფაქტს დედა თქვენი შეესწრო. დედა ჩემი უბერავს. დარწმუნებული იყავით. იმ წვეულების მონაწილეთაგან ვინმე მაინც აღმოჩნდება ისეთი, ვინც დაადასტურებს, რომ იმ დღეს აბებს თქვენ ავრცელებთ 12 აბი. საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ გასაღება დაგიმტკიცდეთ. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი მოყვა, რომელიც თქვენ მიერ გავრცელებული ექსტაზის გადაჭარბებული მიღების გამო მოკვდა. თქვენ ადგილზე სისულელეების ლაბარაკს მოვეშვებოდი და დავფიქრდებოდი. კარგი. გეტყვით სიმართლეს. გისმენ? დედა ჩემია ბარიგა. აბები დედა ჩემად ჩაყარა. თქვა რომ დაგინახათ შეეშინდა, მაგრამ წყალი არ მოდიოდა და მე მთხოვა ჩამერეცხა. ესე იგი ექსტაზის აბებთან შეხებაც არ ქონიათ რა? არა. თქვენ არ იცით რა საშინელებაა, როცა დედა ბარიგა გყავს. მთელი ცხოვრება გამიმწარა. თქვენი ხელის გულზე მეთილ ენდიოქსიმეტამფეტამინის კვალი იქნა აღმოჩენილი. ეს ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა. ის აბები შენ გეკუთვნოდა და შენ ჩაყარე უნიტაზში. და დარწმუნებული იყავი ამ კანონდარღვევისთვის მთელი სიმკაცრით დაისჯები. გირჩევნია სიმართლე მითხრა. დამიჯერე. ჯერ კიდევ გააქვს ამის დრო. სანდრო. ქუჩაში რა გინდა? მეგობართან ვიყავით. შენი მეგობარი ქუჩაში ცხოვრობს? არა, უბრალოდ გვიან გამოვედით და შემაგვიანდა. როცა შენ ნასვამი ხარ? ცოტა დაულია. ცოტა რამდენია?
დაკითხვაზე ვარ? რა? რა, დამნაშავის კი არ ელაპარაკები, შვილს ელაპარაკები. მოიცა, ესე იგი იმის მერე რაც მოხდა. შენ დალევას ბედავ და ქუჩაში ყოფნა შუაღამისას. ისეთი არაფერი არ დამშავებია მაგის. ბიჭო, მე შენ ხო აგიგრძალე დალევა საერთოდ. პატარა აღარ ვარ უკვე. 15 წლის ლაწირაკი ხარ. კარგი მაბატია წამომსდა. ლაწირაკი არა, მაგრამ 15 წლის ხო ხარ? არა, მე მესმის შენი. მე მთელი დღე გასული ვარ. შენთვის ვეღარ ვიცლი. დედა რო ცოცხალი ყოფილიყო. აი დედას ნუ ახსენებ. მესმის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხარ. უახლოესი მეგობარი დაგეღობა. გასაგები, ამიტომაც დიდ დროს არ წაგართმევ. ხოლო იმას კითხავ, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს. მითხარი, ანა ნარკოტიკს მოიხმარდა? არა, რა სისულელე. კარგი. ანას პირად ცხოვრებაზე მომიყევი. ვინმე უყვარდა, ან საერთოდ ვისთან ქონდა ურთიერთობა? ანას ბავშვობიდან ერთადერთი ბიჭი უყვარდა. ნიკა. ნიკა? ეს გრძნობა ორ მხრივი იყო? არა. ანა უიმედოდ იყო შეყვარებული. ნიკას ის არ აინტერესებდა. ნიკუშას გარდაცვალების მერე გავიგე დისკოტეკაზე რაც მოხდა. დისკოტეკაზე რა მოხდა? ანა გამომიტყდა, რომ შურისძიების მიზნით მარიტას მოკლა გადაწყვიტა და ჭიქაში ექსტაზის დიდი დოზა ჩაუყარა. მაგრამ სასმელი ნიკუშამ დალია. ექსტაზი ვისგან იყიდა? ვიღაც მოცეკვავე გოგოსგან. ხო? მოცეკვავისგან. კარგი. მეც აღარ შეგაწუხებ. დიდი მადლობა, ლიკა. რისით მაგსურთ? ინფორმაციას თუ მოგაწვდით, გამიშვებთ. როგორც კანონით არის გათვალისწინებული, ისე მოვიქცევით. თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობა უკვე სერიოზულად შეგიმსუბუქებთ სასჯელს. ტუალეტში აბები მე ჩავყარე. ცეკვის დროს ვსვამ ხოლმე. მუშაობაში მეხმარება. მაგრამ მის გაყიდვასთან ირიბი კავშირი მაქვს. მე შუამავალი ვარ კლიენტებსა და გამყიდველს შორის. ექსტაზით ვინ გამარაგებს? ლენა ერმაკოვა. ხშირად? კი. ლენა ივენთების მოწყობის გარდა ექსტაზის მომარაგებაზეც ზრუნავს. და შენ რატომ გენდობა? ის ჩემი საყვარელია.
შემოდით. მოქალაქე ლენა ერმაკოვა. თქვენ ეჭმიტანილი ხართ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვა გასაღებაში. რა? დადედებ ნივთი. ჩვენთან უნდა წამობრძანდეთ. გააკეთეთ, რასაც გეუბნებით. გირჩევთ დაუჯეროთ. თქვენ გაქვთ თუმილის უფლება. ადვოკატის ყოლის უფლება. რასაც თქვენი თქმით, შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული სასამართლოში. როგორი სექსუალურია ქალი რო გაპატიმრებს. თქვენს ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით გასაყიდად გამზადებული MDMA-საბები. ასევე თქვენი ბინიდან ამოვიღეთ DVD დისკები, რომლებზეც პორნოგრაფიული შინაარსის მასალაა ჩაწერილი. უცხო ადამიანის ბინაში გეკვარა წესია. თქვენ უცხო ადამიანი კი არა, ეჭმიტანილი ხართ. ხო. და სხვისი ბინის ჩხრეკის უფლებას კანონი გვაძლევს. აღნიშნულ დისკებზე ასახულია თქვენს მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე ქალთა ტუალეტებში მომხდარი სიტუაციები. ამის შესახებ რა სიტყვით? მომწონს. როდესაც შემწინ ქალი იხდის. ეს მხოლოდ უწყინარი გართობაა. ეს უწყინარი გართობა კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლით ისჯება. არ ვიცოდი. ხო. ექსტაზის გასაღებასთან ერთად ესეც ბრალად წაგეყენებათ. მე არავის ვაძალებ. ახალგაზრდები ერთობიან და მე მხოლოდ ვეხმარებ. კი არ ეხმარებით, აცდუნებთ. მე დამიჭერცხები გაყიდიან. რა მნიშვნელობა აქვს? მათაც დავიჭერთ. ექსტაზი სუბუქი ნარკოტიკია. და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კანონითაც კი დაშვებულია. არ ამგონია ნიკა არაბულის მშობლებისთვის ამას რამე მნიშვნელობა ქონდეს. მე მის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ამ სუბუქმა ნარკოტიკმა და თქვენმა უკანონო საქმიანობამ ორი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიძირა. თქვენთვის ეს შეიძლება ცოტაა, მაგრამ კანონისთვის ძალიან ბევრია. ასე რომ დამიჯერეთ, გირჩევთ გამოძიებასთან ითანამშრომლოთ. გამოძიების რა გითხრა, მაგრამ ის შენთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი. თვალთაძე, რა სისულელეებს უყურებ, ბიჭო? ერმაკოვას ბინაში აღმოჩენილი მასალაა. საინტერესოა. პოპკორნი ხომ არ მომეტანა? სუდი არ იქნებოდა. რა გარყვნილი ხალი ყოფილა. რეებია დავულა. თან ყველა დისკი ქრონოლოგიურად არის დალაგებული. ეს ნიკას სიკვდილის დღეს გადაღებული მასალაა. მე ალბათ საუკეთესოებში არჩევდა და ერთ დისკად გამოუშვებდა. სხვათა შორის უცხოეთში პორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია არალეგალურ ბიზნესებს შორის. მოეცადე. ამ ხმის გასუფთავება შეიძლება? რა თქმა უნდა. მიდი თვალი, იმუშავე.
გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობათ, დეტექტივი გეგნაძე. ლიკა სახლშია? არ არის სახლში. თუ გაიყდა, დაიხდი არა უშავს. იცი ხო? ორა მოკდეს გახდება. გააგრძელე გაშიფრო. აქ რა გინდათ? შენთან საუბარი. რაზე? მე უკვე ყველაფერი ვთქვი. არაფერი განსაკუთრებული. დეტალები დავაზუსტოთ. არ მომეკაროთ. დამშვიდი. ახლოს არ მოხვიდეთ, თორემ გადახვდები. ლიკა, ეხლა რამე სისულელი არ ჩაიდინო, იცოდე, დამშვიდი. მე უდანაშაულო ვარ. უდანაშაულო ხარ. არაფრის არ უნდა გეშინოდეს. უბრალოდ დავილაპარაკოთ, ხო? მაშინ აქ რატომ ამოხვედით? შენთან სახლში ვიყავით, რო არ დამხვდე, ვიფიქრე აქ იქნებოდი. ვიცი, ჩემს დასაყვანად ხართ მოსული. არა, ლიკა. ლიკა, თუ გინდა ჩვენ წავალ. და მე შენ თვითონ მოდი პოლიციაში, გინდა? ეხლა ვეწადი, თორემ გადახვდები. ლიკა, მომისმინე. შენი ორი მეგობარი უკვე დაიღუპა. კიდევ ერთი მსხვერპლი არ არის საჭირო. შენ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს. შეიძლება რაღაც შეგეშალა, მაგრამ შეგიძლია გამოუსწორო. დამიჯერე. უბრალოდ ვისაუბროთ, ხო? მომისმინე. მე შენ ხელაშვილი მყავს. შენი სიცოცხლე ეხლა ჩემთვის. ისეთივე ძვირფასია, როგორც ჩემი სანდროს სიცოცხლე. დამიჯერე შვილო. ქალბატონო, ძალიან გთხოვთ. დამშვიდეთ. ლიკა, გისმენთ? ნიკა ბავშვობიდან მიყვარდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმასაც. ყოველთვის იმის შიში მქონდა, ვინმე არ შეყვარებოდა. არც მქონდა სერიოზული გატაცება. მაგრამ მერე მარიტა შეუყვარდა. პირველად ამის შესახებ მე მითხრა. ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მარიტა პირადად გაიცანი? კი. და თავიდანვე მისი მოკვლო მინდოდა. იმედი მქონდა, რომ ნიკა დაშორდებოდა, მაგრამ რომ მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო, შურის ძიება გადავწყვიტე. და შურის ძიებისთვის თანამზრახველი რატომ დაგჭირდა? არ შეგეძლო ეს ყველაფერი თვითონ მოგეგვარებინა. დაკარგული იყო. და თან იცოდი, რომ ჩემი გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა. როგორც ჩანაწერიდან ჩანს, ესე მაინც და მაინც ადვილად ვერ დაითანხმა. ხო. ანას მარიტას ჭიქაში ექსტაზი უნდა ჩაეყარა. ეგ იყო. მაგრამ ის არ გარდაიცვალა, ვინც შენ გინდოდა, ხო? მარიტას მაგივრად ნიკამ დალია სასმელი. მე რა მოხდა? მე ანა პოლიციაში მოსვლას აპირებდა.
ძლივს გადავაფიქრებინე. სიკვდილის დღეს დაურეკე. ანა უკვე სახურავზე იდგა, ხო? თხოვე შემყოდროდა. მაგრამ უარი მითხრა. თავის მოკლა უკვე გადაწყვეტილი ქონდა. ანა სახლში. ხო. ვიჩხუბეთ. უთხარი რომ მე მოვიდოდი პოლიციაში და ყველაფერს ვაღიარებდი. მაგრამ მითხრა რომ ჩემს ლაპარაკს უკვე აზრი აღარ ქონდა. ეს რატომ გითხრა? იმიტომ რომ ექსტაზი უკვე დალეული ქონდა. მე ანა აივანზე გავიდა და მოაჯირზე დაჭდა. გონება დაკარგა და გადავერდა. კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა? მართლა არ მინდოდა ესე რომ მომხდარიყო. ციხეში. გეხვეწებით. მე გეხვეწებით პატარა. ძალიან ზოღარ. ამ სამი ბავშვიდან ორი მკვდარია. და ეს ციხე ემუქრება. ყოველთვის რთული არასრულწლოვანის დასჯა. ეს ისეთი შემთხვევაა, როცა საქმის გახსნა არ გეხარია. დედამისმა მთხოვა იქნებ ეს ამბავი არ გახმაურდესო. გასაგებიცაა. არ უნდა რომ მისმა შვილმა მკვლელი სიარლიკით იცხოვროს. ო, მაგრამ ნიკას მშობლებიც მშობლები არიან და მათაც აქვთ უფლება სიმართლე იცოდნენ. ყველაფრის მიუხედავად ლიკა მაინც მეწოდება. ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ. დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია. ყველაზე მეტად მე მესმის ლიკას მდგომარეობის. ამ ხაშული მყავს. მაგრამ კანონზე მაღლა არავინ. და არაფერი არ დგას. ეს ყველას უნდა ახსოვდეს.